ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეამ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის პავლე კეკუას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა და მხატვრის კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა. ძალიან ლამაზი გამოფენა შემოგთავაზა დღეს ბატონო პავლუშა კეკუამ, რომელსაც თან ახლავს მისი კატალოგის პრეზენტაცია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სააგენტოში არის ისეთი პროგრამა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას. პავლე კეკუას ყველა ნამუშევარს თავისი ატმოსფერო აქვს. გამორჩეული ფერებით, მუსიკალურობითა და გემოვნებით გადმოცემული ნახატები დამთვალიერებელს ხან ოქროსფერ შემოდგომაში, ზოგჯერ კი სუსხიან ზამთარში ამოგზაურებს. ხატვის ოსტატობას, ფერთა სიუხვეს, გულწრფელობასა და ნამუშევრების შინაგან ნებათაღელვას აფხაზეთისკენ მივყევართ. მისი პორტრეტების პერსონაჟებსაც დევნილობის მძიმე ტრავმა ატყვიათ. მადლობა მინდა პირველში გადავხადო აფხაზეთის კულტურისა და სპორტის სააგენტოს, რომელმაც მოაწყო ჩვენი გამოფენა. რომელმაც დამოუკიდებლად კატალოგი ჩემი 60% საუბრობ სულისათა დაკავშირებით. ჩემი ნამუშევრები ძირითადად ეხება აფხაზეთის თემას. შემიძლია გამოყო ორი ნამუშევარი, რომელზედაც აღბეჭდილი არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია, გავლებული არის ზოლი და ეს აწერია სტოპ. ეს არის ძალიან ემოციური ჩემთვის და თქმული. ეს არის სუფთა ადამიანური თვალით დანახული სამყარო, დანახული ბუნება, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ქვენაგზნობებისაგან და რაღაცა ზედმეტი გაფრანჭულობისაგან და ზედმეტი ყალბი განწყობებისაგან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პავლე კეკუას 60-მდე ნამუშევარი. ხატვის ფერწერული ტილოები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.